ჩვენ ვასაჩივრებთ მეექვსე მომents, რომელიც თვალისწინებს ჭერია. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ცალკე გავაგზავნეთ მეოდნე რომ ადვოკატი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი. 15 ივნისის შემდეგ ჩვენ პირადად არაერთხელ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს და მოვითხოვეთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმის გამო, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ სასტიკად ნაცემი. ის რომ ეს შეკრება მართლაც იყო მშვიდობიანი, ამას ადასტურებს არა მარტო დაზარალებულთა ჩვენებები და არა მარტო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელთარსებული მონაცემები, არამედ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში და ასევე ძალიან ცნობილი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიში, სადაც მითითებული იყო, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში იქნენ მოქცეული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამასაც მინდა ხაზი გაუსვა. გასული წლის 15 ივნის სასტიკად ვიქენით ნაწამები, არაფრის გამო ვიყავით მშვიდობიანი მომიტინგეები, ვატარებთ მშვიდობიან აქციებს და გაგვისწორდნენ უნდა წყალოთ 8 წამის და ეს წამი გაგრძელდებოდა 30 დღის განმავლობაში. მიდიოდა შიმშილი, მიდიოდა ჰაერობა, უწყლობა და ამის გამო გადავწყვიტეთ რომ გაგვასაჩივრებინა ჩვენი მდგომარეობა.